გადავწყვიტეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა აი ამ ულამაზეს ბაღში დაგვეწყო. თურმე აქაურობის ისტორია დაახლოებით 300 წლის წინ 1636 წელს დაიწყო და მას თავიდან სამეფო ბაღი ერქვა და დასასვენებელი პარკის ფუნქცია ჰქონდა. ხოლო უკვე შემდეგ მე-19 საუკუნეში გრაფი ვორონცოვის დროს დაერქვა ბოტანიკური ბაღი. გადაშორის ეს ხე არის ორსაუკუნოვანი ბავშვებო საქართველოს ენდემია, მე როგორც ვიცი და ბიჭვინთის ბიჭვინთაში, თუმცა როგორც ხედავთ, აქაც ჩვენივრად გაუხარია 2 საუკუნე უკვე ცხოვრობს. უხელო ხე ქვია? აქვია? უხელო ხე როგორც მახსოვს? აი რო ჩამოვწუდები და ქანებიდან ხელს მოკიდებ და ეგრევე წაგაცვლის. შემთხვევით აქ თუ მოკიდე ხელი კარგად იყავი, ხო? აი დინარეზე ჩავიდეთ ახლა. კაი. დავო. დასრულდა ჩვენი გასეირნება, მე მგონია რომ ძალიან კარგი დრო გავატარეთ და უბრალოდ მინდა აღვნიშნო რომ ჩვენს ქალაქს აქვს ძალიან კარგი მწვანე ტერიტორიები, როგორიც არის ლისის ტბა, კუს ტბა, დიღმის ტყე-პარკი, თუნდაც ეს ულამაზესი ბოტანიკური ბაღი, უკვე გაზაფხულია და ყველას გირჩევთ რომ მოგბაძოთ. ჩვენ უკვე ეკოვიზიის სტუდიაში ვართ, ძალიან სასიამოვნო გასეირნება გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ თემაზე აუცილებლად უნდა გველაპარაკა რა. მით უმეტეს რომ უკვე გაზაფხულია, ზაფხულამდე არც ისე შორია და ჩვენ უფრო ხშირად მოგვინდება პარკებში და სკვერებში ხეების ჩრდილქვეშ დაждდომა, დასვენება, განტვირთვა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაც სწორედ იქნება სკვერები, ბაღები, ტყე-პარკები და ქალაქთან მდებარე ახლო მწვანე სივრცეები. შვენიერი თემა გამოგვივა, მე დარწმუნებული ვარ და ახლა ჩვენ ვნახოთ ვიდეო და გავიგოთ რა ხდება მსოფლიოში ამ ხრივ და შემდეგ სტუმართან ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. ქალაქებში მწვანე სივრცეების არსებობას დიდი ყურადღება ექცევა. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან დღეს ქალაქების უმრავლესობას ბევრი გარემოს დაცვითი პრობლემა აწუხებს. პირველ რიგში ესაა ავტომობილების სიმრავლე, გადატვირთული გზები და დაბინძურებული ჰაერი. სწორედ ამიტომ არქიტექტორები აპროექტებენ ახალ პარკებს და ხეივნებს. დიდ ფართობებზე რგავენ ხეებს, შენობების სახურავებზეც კი მცენარეები ყვავის. მწვანე სახურავები, რომლებიც ჩრდილოეთის ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა, სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე არქიტექტურაშიც. ასეთი გადახურვის მქონე სახლები, გარდა იმისა, რომ ლამაზია, კარგად ინარჩუნებს სითბოს და სიგრილეს. შედეგად ასეთი სახლები ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. მსოფლიოში მწვანე ქალაქების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მაგალითად, ჰამბურგში ქალაქის განვითარების ახალ გეგმაზე უკვე მუშაობენ, რომლის მიხედვით 20 წლის შემდეგ ამ ქალაქში ავტომობილების საჭიროება აღარ უნდა იყოს. მოეწყობა საცალფეხო და ველოსიპედით მოსიარულეთა ბილიკები, რომლებიც ქალაქის მწვანე სივრცეებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ჰამბურგმა 2011 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქის წოდება მოიპოვა. ნიუ-იორკი დღეს წარმოუდგენელია ცენტრალ პარკის გარეშე. ამ პარკში არაერთი ცნობილი ფილმი თუ სატელევიზიო შოუა გადაღებული, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქური პარკია. ცენტრალ პარკი ისე გამოიყურება, რომ ბუნებრივად შექმნილი გეგონება, თუმცა სინამდვილეში აქ ყველაფერი ხელოვნურადაა გაშენებული და მრავალმილიონიანი ქალაქისთვის მთავარი რეკრეაციული ზონაა. პარკის ტერიტორია მოიცავს რამდენიმე ხელოვნურ ტბას, საცალფეხო ბილიკებს, 2 საციგურაო მოედანს და მინდვრებს სპორტული თამაშებისთვის. ცენტრალ პარკი ნამდვილი ოაზისია გადამფრენი ფრინველებისთვის. ამიტომ აქ ფრინველებზე დაკვირვებაც შესაძლებელია. თბილისი ყოველი მხრიდან ქედებითაა შემოსაზღვრული. ამბობენ, რომ ძველად ქალაქის გარშემო ტყეები იყო გადაჭიმული, რომლებიც დიდი ხნის წინ გაიჭეხა. დღეს აქ ძირითადად ხელოვნურად გაშენებული ტყეები გვხვდება. თავდაპირველად მტკვრის მარჯვენა სანაპირო გაშენდა, ხოლო შემდეგ მარცხენა სანაპიროც აითვისეს. საცხოვრებელი უბნების აშენებისას რელიეფს და ბუნებრივ პირობებს ითვალისწინებდნენ.
ქუჩები მტკვრის ნაპირს მიუყვებოდა, ამიტომ ხეობაში გაბატონებული ქარი ქალაქის ყველაზე დაბალ წერტილებშიც კი ადვილად ანიავებდა. თბილისი ერთ დროს ბაღების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. ვახუშტი ბაგრატიონი აღწერს, რომ ქალაქის ფარგლებსა და მის შემოგარენში 11 ბაღი იყო გაშენებული. ეს ბაღები აღა მაჰმად ხანის შემოსევისას განადგურდა. თითქმის მთელ ძველ სოდოლაკს მეფისა და დედოფლის ბაღები ფარავდა. მოგვიანებით ეს ბაღები გაიჩეხა. ტერიტორიაზე კი კერძო სახლების მშენებლობა დაიწყო. 1925 წელს ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმა დამტკიცდა. სწორედ ამ დროს დაიწყო მთაწმინდის პარკისა და ზოოპარკის მშენებლობა. დროის სვლასთან ერთად ქალაქიც გაიზარდა. გაშენდა ახალი უბნები, მოიმატა მრავალსართულიანი სახლების რაოდენობა. დღეს თბილისში გამწვანებული სივრცეები ცოტაა. დიდ ქალაქებში კი ასეთი სივრცეების არსებობა აუცილებელია, ამიტომ ჩვენი ქალაქის მწვანე საფარს განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ვაგრძელებთ გადაცემას სტუმართან ერთად და დღევანდელი გადაცემის სტუმარია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი. ნათია, გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. მადლობა თქვენ რომ ინტერესდებით ამ თემებით და მომიწვიეთ. ნათია, თბილისის გარშემო დიდ ფართობებზე ძალიან დიდი რაოდენობით ხეები გახმა და მაინტერესებს რა არის ამის მიზეზი. კი, სამწუხაროდ რამოდენიმე წელია ძალიან თვალსაჩინოა, რომ თბილისის ირგვლივ ძირითადად ხელოვნურად გაშენებული ფართობები გვაქვს, ალბათ იცით თქვენ და შეიმჩნევა მასიური ხმობა. ეს ძირითადად გამოვლინდა წიწოვნებში, ეს არის ფიჭვის სახეობა, შავი ფიჭვი, თუ გაინტერესებთ კონკრეტული რომელი სახეობა, პინუს ნიგრა გახლავთ მისი ლათინური დასახელება და ბოლო 2 წელია უკვე რომ ძალიან თვალსაჩინო გახდა მათი ხმობა, ამის ხმობის მიზეზები თან დაკავშირებით ძალიან ბევრს საუბრობდნენ, ზოგნი ამბობდნენ, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყო მავნებლის ან დაავადების გავრცელებით, რაც როგორც მე მაქვს ინფორმაცია კვლევებით არ დადასტურდა, ანუ აი ამ ტერიტორიებზე ისეთი მასობრივი გავრცელება მავნებლების არ არის, რომ მათ გამოეწვიათ ასეთი მასიური ხმობა. არის გაჩნდა აზრი იმისა, რომ შესაძლოა ეს ხმობა გამოწვეული იყოს კლიმატის ცვლილებით, აი ამ სახეობის ბიოეკოლოგიური თავისებურებით, ანუ შავი ფიჭვი ისედაც როგორ თქვა თავის ხნოვანებაში შეზღუდულია, ასე ვთქვათ, და არის მოსაზრება, რომ მათ უკვე მიაღწიეს იმას აქვს, რომ ვეღარ იღებენ ნიადაგიდან იმ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ ძირითადად ხმება შავი ფიჭვი და კვიპარესი, ანუ წიწოვანი. ნათი, რა მაინტერესებს, იცი, როდის მოხდა აი ამ ფართობების ხელოვნური განაშენიანება? მაგალითად ვიცი, რომ კუსტპის მიმდებარე ტერიტორია სწორედ ხელოვნურად არის გაშენებული, ხო? თბილისის ირგვლივ მთლიანი ფერდობები, იგივე მთაწმინდა, იგივე კუსტპა, ეს არის სულ ხელოვნურად გაშენებული ფართობები. ეს მოხდა ჯერ კიდევ 60-იან, უფრო იქით წლებში, ძალიან ადრე. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო მასში, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოები, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ალბათ გაგიგიათ ისიც, რომ თბილისის ირგვლივ აფეთქებებით გააშენეს ტყეო, ანუ ნიადაგი მოამზადეს იმისათვის კლდოვანი იყო ფერდობი, არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ხედარგულიყო და ძალიან დიდი შრომის ფასად გაშენდა ეს მწვანე ნარგავები. რით შეიძლება უშუალოდ ხეების ხმობას? რით შეიძლება უშუალოდ ხეების ხმობას? აუცილებელია, როგორც ადამიანებს გვჭირდება დიაგნოზის დასმა, ასევე მცენარეებსაც ჭირდებათ, რომ პირველ რიგში დაუსვათ დიაგნოზი, რატომ ხმება ის. არსებობენ სპეციალისტები, არსებობენ მეტყევეები, რომლებთაც შეუძლიათ, არსებობენ ასევე ფიტოპათოლოგები და ენტომოლოგები. ეს არიან სპეციალისტები, ერთნი არიან მავნემწერების, ანუ მავნემწერითაც შეიძლება დაზიანდეს მცენარე და გამოიწვიოს ხმობა, ხოლო ფიტოპათოლოგი უკვე დაავადებებს იკვლევს, ანუ მცენარესაც როგორც ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს დაავადება. შესაბამისად, პირველ რიგში აუცილებელია კვლევის ჩატარება. გამოვიკვიოთ მიზეზი, ხდება ნიადაგის სინჯის აღებაც, ხდება ქერქის სინჯის აღებაც, მრავალი მეთოდი არსებობს. ყოველ შემთხვევაში, აი ამ დიაგნოზის შემდეგ, თუ ეს მავნებლის ან დაავადების მიერ არის გამოწვეული, მათთან ბრძოლის რამოდენიმე მეთოდი არსებობს, ბიოლოგიური მეთოდი, ქიმიური მეთოდი, ქიმიურ მეთოდს მაქსიმალურად არიდებენ თავს, რადგან მოგეხსენებათ, რომ
გარემოში ეკოლოგიასთან სუფთა ეკოლოგიურ პირობებში ძალიან შეზღუდულია ქიმიური საშუალებების გამოყენება, ამიტომ ძირითადად მიმართავენ ხოლმე ბიოლოგიურ საშუალებებს. ასევე აი ამ მავნე მწერებს, რომლებიც აზიანებენ მცენარეებს, ყავთ თავიანთი ბიოლოგიური მტრებიც. ესეც მათი გაშვებაც იმ ადგილებში, სადაც ხმება ტყე, არის ერთ-ერთი ბიოლოგიური ბრძოლის საშუალება. კი, ანუ თვითონ ბუნება არეგულირებს აი ამ პრობლემას. ისე თუ იგეგმება უახლოეს პერიოდში აი გამხმარი ხეების ნაცვლად გამწვანება, განაშენიანება აი თუ გადავალთ უკვე კონკრეტულად თბილისის ტერიტორიაზე, აქ როგორც თქვი, მიზეზებზე ჯერ კიდე დაობენ მეცნიერები, ანუ მავნებელი ან დაავადება ისეთი მასშტაბით არ არის, რომ ამას გამოეწვია ხმობა, შესაბამისად აუცილებელია, რომ ეს მცენარეები ჩანაცვლდეს, ანუ ახალი მცენარეები დაირგოს, სახეობები შერჩეული უნდა იყოს ძალიან დიდი სიფრთხილით, უნდა იყოს გათვალისწინებული არა მარტო კლიმატური თუ ნიადაგური პირობები, როდესაც საქმე ეხება ქალაქთან ახლოს ესეთ ხელოვნური ნარგავებების შექმნას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარესაც ალბათ დამერწმუნებით და რაც მთავარია უნდა მაქსიმალურად მივიღოთ თუ ეს ტყე პარკის შექმნა გვინდა ბუნებრივთან მიახლოვებული ტყე ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით რომ ჩვენ განგებამ დაგასაჩუქრეთ ძალიან ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით ძალიან დიდარ გარემოთი და სწორედ ჩვენი მიზანია რომ სწორედ ამასთან მიახლოვებული მაინც შექმნათ როდესაც ხელოვნურად ვაშენებთ ტყეს. და ხელოვნური ტყის გაშენების დროს სახლებს რა უნდა გავჩეხოთ თუ დავტოვოთ? როდესაც ჩანაცვლება ხდება აუცილებელია რომ ის ხეები რომლებიც უკვე გამხმარ ხეს ხომ აღარაფერი აღარ ეშველება შესაბამისად ის ხეები უნდა რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მოიჭრას და გამოიტანოს აუცილებლად იქიდან, რადგან ეს გამხმარი ხეები ასევე არის მავნებელ დაავადებების გავრცელების წყარო და აუცილებლად აი ამ გამხმარი ხის ნაცვლად უნდა დაირგოს ახალი ნერგები. აქვე დავამატებ, რომ გამიგია ამბობენ ჭადარი არისო ალერგიული და ასევე არსებობს მეორე აზრი, რომელიც ამბობს, რომ ჭადარი ძალიან კაია, სავის ქალაქის დასარგავად ხდება. რომელ აზრს დავეყრდნოთ? ეს აზრი ძალიან დიდი ხანია გავრცელებული. ამაზე ძალიან დიდი კამათი იყო ხოლმე თავად მეცნიერებს შორის. მაგრამ მე ამას წინათაც წავიკითხე და არასოდეს არ ვიზიარებდი იმას, რომ ჭადარი არის ალერგიული მცენარე და რატომ? ჩვენ ყველა ვიცით, როდესაც ადამიანი არის ალერგიული, მას აქვს ალერგია ყველა ან მცენარის მტვერზე, ყვავილის მტვერზე, ანუ ნებისმიერი მცენარის მტვერზე შეიძლება ქონდეს ალერგია და არა მხოლოდ ჭადარზე. ამ ჩემი მოსაზრება გაამყარა იმანაც, რომ გაკეთდა არაერთი კვლევა და აღმოჩნდა რომ ჭადარი, რომელიც ჩვენთან არის გავრცელებული, მისი ლათინური დასახელება გახლავთ პლატანოს ორიენტალის, აღმოსავლეთის ჭადარი, სხვა სახეობის ჭადარი ჩვენთან არ არის და მოლეკულურ დონეზე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ სწორედ ამ აღმოსავლეთის ჭადარში ყველაზე ნაკლებად არის ალერგონები. ოდნავ მეტი იყო სხვა სახეობაში, რომელიც საბედნიეროდ ჩვენთან არ არის გავრცელებული, ძირითადად ესპანეთში იზრდება ჭადრის ეს სახეობა, თუმცა იქაც არ დადასტურდა მოსახლეობის დაავადება ჭადრის გამო. ხოლო რაც შეეხება უნდა გამოვიყენოთ ეს არის დამტვერვა აპრილის ბოლოს იწყებს ყვავილობას ჩვენ აღვიქვავთ მტრად როდესაც ის ნაწილაკები დაფრინავს და შემდეგ ამ თესლის ანუ იმ პატარა ბუსუსების გამრავლება ხდება ხარის ალერგიას იწვევს ძალიან ბევრი ადამიანი ალერგიას არ იწვევს ალერგიას იწვევს იმათში ვისაც ისედაც აქვს ალერგია რომელიმე მცენარის მტვერზე პერიოდში ისედაც უბრალოდ რა თქმა უნდა ხა არ არის სასურველი თუ ჩვენი გაუფრთხილებლობით აი ეს ბუსუსები სასუნთქსებში ან პირის ღრუში მოხდება რა თქმა უნდა გამოიწვევს სემინებას. ყოველ შემთხვევაში, როგორც მეცნიერებიც ამბობენ, ჭადარი არ შეიძლება რომ მივიმჩნიოთ ალერგიულ ხედ და რაც მთავარია, ჭადარი არის ძალიან კარგი ქალაქში გასამწვანებლად, რადგან მას აქვს უნარი, მის ფოთლებს აქვს უნარი, რომ ძალიან დიდი რაოდენობით მტვერი დაიჭიროს და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნახში. ერთი კითხვა მაქვს კიდე მე. შეიძლება არ არის ეს თემა, მაგრამ რამე თუ გსმენიათ სტაცებელ მცენარეებზე რომ კი, როგორ არა, ბევრი არა სხვათა შორის წამიკითხავს რაღაცები, არიან ასეთები, საბედნიეროდ საქართველოში არ არის ასეთი მცენარეები, როგორც წამიკითხავს და როგორც სმენია ის ძირითადად ჯუნგლებში, ვთქვათ ეგეთ, ამაზონისკენ ბინადრობენ. ესენიც არიან იგივე მცენარეები, რომლებიც იკვებებიან, მათაც უნდათ კვება, როგორც სტაცებელი ცხოველები, ასევე მცენარეებსაც. დღეს ქალაქის გამწვანებაზე ვლაპარაკობთ და რა კავშირში იყო ისედაც. მცენარეები. ეს საინტერესო
იქნებოდა ხო ქალაქში ესეთი სცენარები. ნუ დათუნა რომ მიუშვა, არ არის პრობლემა, გააკეთე, გააშენე. ერთი ორი შეიძლება გამოგეკეთო. იცი რა მაინტერესებს? ეხლა ყველამ ვიცით რომ თბილისში იგეგმება მილიონი ხის დარგვა. და ხო არ არის ცნობილი თქვენთვის რა ადგილებში მოხდება აი ამ ხეების დარგვა? იცით რა ზუსტ კონკრეტული ტერიტორიები მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია სად მოხდება ეს, თუმცა ძალიან ადვილი სავარაუდოა თუ შეხედავ სპეციალისტი სად უნდა მოხდეს ამ მილიონი ხის დარგვა. ჩვენი ბაღები, პარკები და სკვერები არიან საკმაოდ მოძველებული, ასე ვთქვათ, მათ აუცილებლად სჭირდებათ რეკონსტრუქცია. ნაწილი ამ ხეების ალბათ აი ამ ბაღების და სკვერების რეკონსტრუქციაში გამოიყენება და ჩვენ თბილისის ირგვლივ ფერდობებზე იგივე თბილისის ზღვასთან იგივე კუსტბასთან ისევ გვაქვს აი ეს გასატყევებელი ტერიტორიები, რომლებიც აუცილებლად სჭირდება გამწვანებას, როგორც ვიცი, მერია იწყებს დენდროლოგიური პარკის აღდგენის პროცესსაც, უმეტესად ალბათ აქ დაირღვება ეს ხეები და დიახ, ჩვენ ვიყავით დენდროლოგიურ პარკში, ჩვენს მივიღეთ მონაწილეობა ხეების დარგვაში და მე მინდა ახლა ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. ნახოთ სიუჟეტი. დღეს თბილისის დენდროლოგიურ პარკში დაიწყო ფართომასშტაბიანი გამწვანების კამპანია. ამ ღონისძიებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მერია, არასამთავრობო ორგანიზაციების ეკოვიჟენის და მოქალაქის მხარდაჭერით. აქციაში მონაწილეობას იღებენ თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და ამ აქციის მთავარი მიზანია, რომ დავრგოთ რაც შეიძლება ბევრი ხე და გავამწვანოთ საქართველო. ამ აქციაში მონაწილეობას ეკოვიზიაც მიიღებს და ვისწავლით როგორ უნდა დავრგოთ ხეები და როგორ მოუვაროთ მათ. არის წარმოუდგენლად კარგი და უპრეცედენტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, აი ამ ადგილას, ამ მშვენიერ ადგილას თბილისის ზღვაზე, სადაც ირგვება ურაცხელი რაოდენობის ხეები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის და ეს შეიქმნის ახალ ფილტვებს ჩვენი საყვარელი თბილისისთვის. დღეს ჩვენ დენდროპარკში ვიმყოფებით და დენდროპარკი სულ მალე ულამაზესი სანახავი იქნება. დღეს ბავშვები, რომლებიც შემოგვიერთდნენ ჩვენ და გვეხმარებიან ხეების დარგვაში, რამდენიმე წელიწადში ისინი ამ დახმარების სანაცვლოდ ნახავენ უკვე გაყვავილებულ ხეებს, რომელიც მათი სახელობის იქნება და მათ სახელთან იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მომავალი თაობის, სკოლის მოსწავლეების ჩართულობა, მათი ინფორმირებულობა გარემოს დაცვის საკითხებზე და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ტყეების და მწვანე საფარის მნიშვნელობაზე. დღეს დაირგო აქ 1200 ძირი, იბერიული მუხა და ჭალის მუხა. ეს გაგრძელდება ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დენდროლოგიურ პარკში ირგვება პროექტით გათვალისწინებული 54,000 ძირი, სხვადასხვა ჯიშის სცენარეები. დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ ირგვება დაახლოებით 40,000 ძირი. ეს მომავალი ტერიტორია, სადაც უნდა გადავიდეს ზოოპარკი თბილისიდან, სავარაუდოა ეს ოღონდ და ამ ტერიტორიას უკვე ჩვენ ვამწვანებთ. აქ ჩვენ დაახლოებით აი ამ ადგილას დაახლოებით 7-8 წელიწადში გვექნება უკვე ძალიან ლამაზი ტყე. ჩვენ ძალიან ბევრი ხე დავრგეთ, მაგრამ ეხლა მე ნინიმ და დათუნემ გადავწყვიტეთ, რომ დავრგოთ ერთი ხე, რომელსაც დავარქვით ეკოვიზიას. ხეც დავრგეთ ეკოვიზიის სახელზე და იმედი გვაქვს, რომ გაიხარებს. იმედია. დავბრუნდით სტუდიაში, ვაგზელებთ საუბარს სტუმართან ერთად და ქალბატონ ნათია, მე მაინტერესებს ძირითადად ქალაქში რგავენ ხოლმე კედარს და ეს რითია გამოწვეული? რა არის იცი, როდესაც ქალაქის გამწვანებას ვეხებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახეობების შერჩევა. აქ არის გასათვალისწინებელი, წეღანაც ვახსენე, არა მხოლოდ კლიმატი და გარემო პირობები, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი თუ აი ამ სცენარეს რამდენი, იმიტომ რომ ქალაქში ძალიან დიდია დატვირთვა, ძალიან ბევრი ავტომობილია, ძალიან ბევრი გამონაბოლქვია, ძალიან ბევრი
ჟანგბადს გამოყოფს, რა რაოდენობის ჟანგბადს გამოყოფს, რა რაოდენობის მტვერი შეიძლება რომ დაიკავოს. ქალაქის გამწვანებისას ყოველთვის სახეობების შერჩევისას უნდა გათვალისწინებული იყოს აი ეს ორი მომენტი, გარემო პირობებთან როგორი ადაპტირებული იქნება, როგორ გააჯანსაღებს ის ჩვენ გარემოს და რაც მთავარია ვიზუალური მხარე. რატო ხდება ხეების გადაბელვა? გადაბელვა არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ხემ დაიწყოს ახალი სიცოცხლე. ანუ ზოგიერთ სახეობას ჭირდება ეს. ქალაქში ხშირად საჭიროა იმისათვის, რომ აი ამ ხეებმა არ შეუშალოს ხელი ისეთი ინფრასტრუქტურას, როგორც არის თქვა, ელექტროგადამცემი ხაზები, შუქნიშნები, ასე შემდეგ. თუმცა ეს სცენარისთვისაც სასარგებლოა, თუ ამას სწორად გააკეთებენ. ამიტომ არსებობს ძალიან ისეთი მეთოდოლოგია, როგორ უნდა იყოს გადაბელილი ხეები, რა პარამეტრები უნდა იყოს დაცული და ამას აუცილებლად სპეციალისტები უნდა აკეთებთ. გადაბელვის შემდეგ ბევრი ნარჩენი რჩება და მაინტერესებს სად მიდის ეს გადაბელილი ხეების ნარჩენი. როგორც მე ვიცი, ეს გადაბელილი ხეების ნარჩენი ძირითადად გაიცემა იმ მოსახლეობაზე, ვინც ცხოვრობს თქვა თბილისში ან თბილისის გარეთ და იყენებს ღუმელს გასათბობად ან ბუხარს ან ასე შემდეგ. ნათია, ბოლო პერიოდში მასიურად გახმა კოლხური ბზა, ხო ასეა? რა არის ამის მიზეზი? კი, ესეც ძალიან სამწუხაროა. თან ემატება ისიც, რომ კოლხური ბზა არის ენდემური სახეობა. ეს არის კოლხური ტყეების ძირითადი დომინანტი სახეობა და ძალიან მნიშვნელოვანი სახეობა ჩვენთვის. არა მხოლოდ რელიგიური დატვირთვით, ასევე ეკოლოგიურადაც. ბოლო 4 წელია დაიწყო ხმობა ბზის კორომებმა აჭარის ტერიტორიაზე, თითქმის მთლიანად განადგურდა, მათ შორის რაც ძალიან სამწუხაროა მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უნიკალური ბზის მასივი და ამისი გამომწვევი დაავადება აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული ბზის სიდამწვე, ასე უწოდებენ მეცნიერები. უჩნდება ლაქები ფოთოლზე და შემდეგ უკვე მთლიანად იწვევს აი ამ ხეების ხმობას. დაავადება გავრცელდა სამეგრელოს მხარეზეც და სხვა შორის ამასწინათ მეუბნებოდნენ მეცნიერები, რომ როდესაც შევიდნენ წინა წელს გამოკვლეულ დაზიანებულ კორომებში წელს შენიშნეს, რომ იქ რაღაც ახალი ფოთლები წამოსული იყო და მცენარე გახდა რეზისტენტული. ოღონდ სამწუხაროდ ეს ყველა მცენარეზე ვერ ვიტყვით, სწორედ ამიტომ ჩვენ აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ შესწავლას, ვაკეთებთ ბზის აღდგენის პროგრამა. ნიადაგშია პრობლემა თუ კლიმატის ცვლილებასთან არა, ეს არის ვირუსული დაავადება, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს არის ვირუსული დაავადება. აქვთ ეჭვი, რომ ეს შემოტანილი იქნა სოჭიდან. შესაძლებელია, რომ ეს გადადიოდეს იგივე, როდესაც დაავადებული ბზის ტოტს მაინც გადავიტან, თან ნარგაობას გადავიტან, თუნდაც ქოთანში არსებულს ერთი ადგილიდან მეორეში, სადაც თქვათ ჯანსაღი ბზები არიან. იყო შემთხვევები, როდესაც დაავადებული კორომებიდან გადატანილი ერთმა ტოტმა სხვა კორომი დააზიანა და ასე შემდეგ. მე ვიცი, რომ დეკორატიული ბზებიც ხმობა და ესეც იგივე დაავადების გამო? იგივე დაავადებაა, სამწუხაროდ იგივე დაავადებაა მთელ ქვეყანაში და ამას შარშან დაავადებას დაემატა კიდევ უფრო სამწუხაროდ მავნე მწერი, რომელმაც ასევე მოუტანა ზიანი ბზას. იმედი გვაქვს, რომ წელს უკვე ეს მავნე მწერი მაინც დაანებებს ბზას თავს. ნათია, ალბათ ჩვენს მაყურებელსაც დააინტერესებს ეს შეკითხვა. აი, ქალაქის გამწვანებაში როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა თითოეულმა ჩვენგან, რა სახით შეიძლება, რომ ჩავერთოთ ქალაქის გამწვანებაში? იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთანგანის ჩართვა ნებისმიერ გარემოს დაცვით აქტივობაში, არა მხოლოდ გამწვანებაში, იმიტომ რომ ჩვენი გარემო, სადაც ცხოვრობთ და ასე შემდეგ, არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული უწყების დასაცავი მოსაფრთხილებელი ასე შემდეგ. ჩვენ თითოეული ჩვენთანგანის ვალია, რომ ეს ყველაფერი გავაკეთეთ. ამიტომ ძალიან კარგია, რომ თქვენ გაქვთ ამისი სურვილი, ძალიან ბევრს აქვს ამისი სურვილი, ესეც მისასალმებელია. ამიტომ უნდა თვალყურივად ვინოთ ალბათ, როდესაც შესაბამის სეზონზე, როგორც წესი, გაზაფხულსა და შემოდგომაზე მერიაც და გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს ხოლმე ასეთ აქციებს ხეების დარგვისა, სადაც ნებისმიერ სურვილს შეუძლია, რომ მიიღოს მონაწილეობა. და რაც მთავარია, არ არის მხოლოდ დარგვა მთავარი. მთავარი არის შემდგომ უკვე ამ დარგულის მოვლა იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ. გაცილებით მნიშვნელოვანია იმაზე ზრუნვა, რაც გვაქვს, ან რაც დავრგეთ, ვიდრე
დავდგათ არასწორად, ჩავრგოთ და დავანებოთ თავი. გასაგებია. მე მგონი კითხვები აღარ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩვენთან მოსვლისთვის. ძალიან ისეთი სასარგებლო საუბარი გამოგვივიდა, ბევრი რამ მივიღეთ, დაგემშვიდობებით. თქვენ კი ნახეთ ტრადიციული ეკოამბები და წინ გველოდება ეკო ვიქტორინა. ჩილეს სამხრეთ რეგიონში ვულკანი კალბუკუ ამოიბრქვა. BBC-ს ცნობით აღნიშნული ვულკანი ბოლო 40 წელი არ გააქტიურებულა. მისი ამოფრქვევის შედეგად ვულკანური ფერფლი რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა. ხოლო ახლოს მდებარე ქალაქი პუერტო მონტი მთლიანად ვულკანური ფერფლით დაიფარა. კალბუკუ ბოლოს 1972 წელს ამოიბრქვა. ულამაზესი ბაღების გაშენება შენობის კედლებზეცაა შესაძლებელი. ამის ნათელი მაგალითი არქიტექტორი პატრიკ ბლანკია, რომელიც ვერტიკალური ბაღების დამფუძნებლად ითვლება. ბავშვობაში პატრიკი თავისი აგარაკის ბაღში ბევრ დროს ატარებდა და ღობეზე ყვავილებს რკავდა. ეს უჩვეულო გატაცება შემდგომში მისი ცხოვრების მთავარ საქმიანობად გადაიქცა. ტროპიკული ტყეების შესასწავლად ბლანკი ტაილანდსა და მალაიზიაში გაემგზავრა. იქ მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ მცენარეს ვერტიკალური კლდის ზედაპირზეც კი შეუძლია ზრდა. პარიზში დაბრუნების შემდეგ პატრიკმა სახლების კედლებზე ნამდვილი ჯუნგლების გაშენება დაიწყო. დღეს მისი ვერტიკალური ბაღები პარიზის მუზეუმების, აგარაკების, კაფეებისა და სასტუმროების ფასადებს ამშვენებს. ტოკიოდან 4 საათის სავალზე მდებარეობს კავატი ფუძის ბაღი, რომელიც ნახოლზე წარუშლო შთაბეჭდილებას ახდენს. მისი მთავარი სანახაობა სხვადასხვა ფერის ყვავილები, გლიცინებია. ზოგიერთი მათგანის სიგრძე 15 მეტრს აღწევს. ეს მცენარე იაპონიაში საკმაოდ პოპულარულია და ყვავილობისას არაჩვეულებრივი სურნელება ახასიათებს. თუკი მყინვარებს ზევიდან გადმოხედავთ, მიხვდებით, რომ ისინი ნელა მოძრავი ყინულის უზარმაზარი მდინარეებია. მყინვარები მრავალი წლის მანძილზე ერთმანეთზე დადებული გაყინული თოვლისგან წარმოიქმნა. კლიმატის ცვლილების გამო დღეს მყინვარები დნება და მათი ფართობი სულ უფრო მცირდება. მაგალითად, 1941 წლიდან 2004 წლამდე ალიასკაზე მდებარე მუირის მყინვარი 12 კილომეტრით შემცირდა და მისი ადგილი წყალმა დაიკავა. ვიწყებთ ყველაზე შემეცნებით და ყველაზე გარემოს დაცვით ეკო ვიქტორინას და დღევანდელ ეკო ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან თბილისის 190-ე საჯარო სკოლა, აპლოდისმენტები და თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები. როგორ ხართ? აბა მომიყევით ამბაბი? შემართებით ხართ? მოდი ჯერ პირველ რიგში ტრადიციულად გავიცნოთ გუნდის კაპიტანი. 190-ე საჯარო სკოლის გუნდი მერკური, კაპიტანი გიორგი, ესენი არიან თინათინი, ნიკა, ქეთიანი და მარიამი. გიო, შენ იქნები გუნდის კაპიტანი და ეხლა გავიცნოთ მეორე გუნდის კაპიტანი, აბა? გამარჯობათ, მე ვარ ანა, ხოლო ეს თათია, თათო, ვერიკო და სალომე. გუნდს რა ქვია თქვენსას? ნიკე. ნიკე რატო ქვია? ქალღმერთის სახელი, გამარჯვების ქალღმერთი, გამარჯვების ქალღმერთი და ესე გამარჯვების გზებზე ვდგებით, აი ამ შემართებით ხართ მოსული, ხო? აბა ვნახოთ. ესე იგი, დღევანდელ ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან ნიკე და მერკური. ვიქტორინა შედგება 3 ტურისგან და თითოეულ ტურში სხვადასხვა სახის და სირთულის დავალებები გველოდებათ. პირველ ტურში არის სულ 5 შეკითხვა და სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.
მეორე ტურში არის 2 კითხვა და თითო სწორ პასუხში 2 ქულას იღებთ. ხოლო მესამე ტურში არის მხოლოდ 1 შეკითხვა და ეს შეკითხვა ფასდება 9 ქულით. ამიტომ ვიქტორინს ბოლომდე ორივე გუნდს აქვს ანგარიშის გათანაბრების ან მოგების შანსი. მოსაფიქრებლად გეკნებათ 30 წამი. უფრო დეტალურად თითოეული ტურის წესებს ეტაპობრივად აგიხსნით და კიდევ ერთი რამე მინდა დავამატო აქვე ბავშვებო რომ ღილაკზე ხელის დაჭერის უფლება გაქვთ მხოლოდ მაშინ როდესაც მე ვიტყვი რომ წამზომი ჩაირთო. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხის გაცემის უფლებას მოიპოვებს მეორე გუნდი. გასაგებია ხო? ასე რომ მოვემზადეთ მაშასე პირველი ტური. ვიწყებთ პირველ ტურს და ახლა შეგახსენებთ პირველი ტურის წესებს. მოკლედ, როგორც გითხარით, პირველ ტურში სულ 5 შეკითხვაა და კითხვაზე პასუხი ფასდება 1 ქულით. ოღონდ აქ ერთი რამ არის, რომ კითხვებზე პასუხი ეტაპობრივად რთულდება. რატომ იმატებს სავარაუდო პასუხების რაოდენობა? გასაგებია, ხო? მოსაფიქრებლად გაქვთ 30 წამი და იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად და სწორად გასცემს პასუხს. ყველაფერი გასაგებია, ხო, მე მგონი? ასე რომ მოვემზადეთ შეკითხვა ეკრანზე. საქართველოს რომელ რეგიონს არ გადაკვეთს მდინარე მტკვარი? ქვემო ქართლს თუ კახეთს? წამზომი ჩაირთო. არის პასუხი და უპასუხებს გიო. აბა ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის კახეთი. კახეთი, რა თქმა უნდა, ჩვენივრად დაიწყო პირველი ტური. გამსახურებული 1 ქულა შენ. სხვათა შორის 2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. კარგი იქნება თუ მტკვრის გასწვრივ მოვაწყობთ დასუფთავების აქციებს. ჩვენიერია. სხვათა შორის ტივიც შეგვიძლია გავდოთ მტკვარზე და რომ დავასუფთავოთ მე შეგვიძლია რაღაცა ვიქეიფოთ კიდეც. გილოცავთ კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები მე ძალიან მიყვარს. ტაში არ დავინანოთ, კარგად, ასე. ანგარიშია 1-0 ლიდერობს გუნდი მერკური. შემდეგი შეკითხვა. რას ნიშნავს ძველ ბერძნულად სიტყვა ეკოს? ბუნებას, სახლს თუ სამყაროს? წამზომი ჩაირთო. არის პასუხი და უპასუხებს ისევ გიოს გუნდი. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის ბუნება. არ არის ჩემო მეგობარო და დრო მიდის და ეხლა შენ შეგიძლია უპასუხო ანა. უპასუხებ სამყარო. აიმე, არ არის სწორი პასუხი, სამყარო. სწორი პასუხი იყო სახლი. ეკო ნიშნავს ძველ ბერძნულად სახლს. აქედან წარმოიშვა სიტყვა ეკოლოგია, რომელიც ნიშნავს სახლის, ანუ საცხოვრებელი ადგილის შესწავლას. ესე იგი, ეკოს ნიშნავს ძველ ბერძნულად რას? სახლს და აღარ დაგვავიწყდეს ამიერთან. ანგარიშია 1-0 და ლიდერობს ჯერჯერობით მერკური და ვნახოთ აბა წინ რა იქნება. ყურადღება, შემდეგი შეკითხვა. რომელმა მეცნიერმა გამოიყენა პირველად კომერციული ელექტროგანათება ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბნისთვის? ტომას ედისონმა, ნიკოლა ტესლამ, მაიკლ ფარადეიმ თუ ერნესტ რეზერფორდმა? ყურადღებით, წამზომი ჩაირთო. და არის პასუხი და უპასუხებს გიოს გუნდი. აბა გისმენთ. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს იყო ნიკოლა ტესლა. არ იყო, დრო გვაქვს. აბა ანას გუნდი, ნიკე, გამარჯვების გზებზე ვდგებით. თომას ედისონი. თომას ედისონია, სწორი პასუხი, რა თქმა უნდა. სწორი პასუხია. მართლაც ტომას ედისონმა 1882 წელს პირველი კომერციული ელექტროსადგური აამუშავა, რომელმაც მანჰეტენს ელექტროენერგია მიაწოდა. და კითხვამ გუნდ ნიკეს მოაპოვებინა 1 ქულა და აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებს. ანგარიშია 1-1 და წინ გველოდება შემდეგი შეკითხვა. ყურადღებით ბავშვებო, შემდეგი შეკითხვა. ვისი მიღება შეიძლება პეტ პლასმასის გადამუშავებით? ქურთუკების, სპორტული ფეხსაცმლის, პლასმასის მილების, სათამაშო მოედნების საფარის თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის? წამზომი ჩაირთო. არის პასუხი და უპასუხებს ანის გუნდი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი. სწორია. აბა რა. მართლაც ესეა ბავშვებო და მე მინდა გითხრათ რომ ზოგადად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენს და მაყურებელთაც რომ პეტ პლასმასი არის ძალიან ძვირფასი მეორადი ნედლეული, რომლის საშუალებითაც უამრავი ნივთი შეიძლება დამზადდეს. სხვათა შორის შეგიძლიათ დააკვირდეთ წყლის და ასევე გაზიანის სასმელების ბოთლებს აქვს პეტ პლასმასის სპეციალური ნიშანი, რომელიც ნიშნავს რომ გადამუშავდება და არ უნდა გადაყვაროთ ნაგვის ყუთებში. აი, ფოტოსაც ვხედავთ. აბა ვინმეს გავწიოთ 20 ბოთლიანი ბოტასები? 20 ბოთლიანი ბოტასი არის, მაგრამ სახში მაქვს 60 ბოთლიანი ქურთუკი და მე რა მოგაწვით თუ კიდე. კარგი, მოვიმზადეთ. ყურადღება მოვიკრიბეთ. ანგარიში შევახსენეთ, რამდენია? 2-1 დაწინაურდა ნიკეს გუნდი. აპლოდისმენტები არ დავიშუროთ თუ შეიძლება. კარგად. აია, შემდეგი შეკითხვა.
თავდაპირველად მათ მიაკუთვნებდნენ მცენარეებს, შემდეგ ცხოველებს. სრულყოფილი შესწავლის შემდეგ კი ცალკე ჯგუფად გამოყვეს. რა არის ეს? წყალმცენარეები, სოკოები, სპორები, ბაქტერიები, მოლუსკები თუ პლანქტონი. წამსომი ჩაიგო. და არის პასუხი, უპასუხებს გიოს გუნდი. აბა, ეს არის სოკო. ეს არის სოკო, რა თქმა უნდა. სწორია, სოკო. კარგია. გიყვარს სოკო? სოკო, საოცრად მიყვარს, განსაკუთრებით მიყვარს ნიყვი. არის უკიდურესი სოკო ჩემთვის. კათამბარკალა. ცერეცო? ცერეცო არ მიყვარს. არ გიყვარს. ცუდია. სხვადასხვა ძალიან ბევრი სახეობა არსებობს საქართველოში სოკოს და ზოგი მათგანის შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. იმდენად პატარებია, ხო? ისიც პატარა, ხო? ისე ადრე თუ ცხოველი ეგონათ მარხვაში არ ჭავდნენ. მარხვაში არის. ბავშვებო, თქვენ გიყვართ სოკოები? კი, ძალიან. თუ ცნობთ ისე თუ შეგიძლიათ რომ აი თქვა შორის სოფელში დავდივართ ხოლმე და ვაგროვებთ სხვადასხვა სახის სოკოებს. სხვადასხვა სახის სოკოებს აგროვებთ და თქვენით ეს ვინმე თუ ცოდნე მოყვებათ თუ როგორ? მიკროფონში რო გითხრა, ხო? მე ვიცი ახლა რამდენიმე სახის სოკოს ცნობა. აბა რომელი სახის სოკოს ცნობა იცი? ახლა ჩემს სოფელში სხვანაირ სახელებს უწოდებენ, მაგრამ მაღალმთიანია ცოტა უფრო. აი მაგალითად მიქელა სოკოს ეძახიან, ესე ვაი, მიქელა სოკო რა იქნება ეს გეჭამ და მოკვდებით რა მოგაკითხავს მიქელა როგორ იქნება? ძალიან გემრიელია, ხარშავენ და წავენ კიდევაც. და რავი, არის კიდე რაღაც. მოკლედ მე შენ სოფელში ჩამოვთ გაგვასინჯე. რაც გაუგებთ რა ჭვედებს. ანგარიშია 2-2, შვენივრად მივდივართ და წინ გველოდება მეორე ტური. ვიწყებთ მეორე ტურს და ანგარიშია 2-2. აბა გამხნევდით. დავამხნევოთ ერთმანეთი და მე შეგახსენებთ წესებს. მოკლედ მეორე ტურში არის 2 შეკითხვა და თითოეული კითხვა ფასდება 2 ქულით. პირველ კითხვას ქვია იპოვნე რუკაზე. მონიტორზე თქვენ ნახავთ ფოტოს და მოისმენთ მოკლე ინფორმაციას გამოსაცნობი ადგილის შესახებ და თქვენი მიზანია ბავშვებო, რაც შეიძლება სწრაფად მოძებნოთ რუკაზე ეს ადგილი. გასაგებია, ხო? ასევე სანამ არ ვიტყვით დრო წავიდა, არ დაიწყოთ ძებნა რუკაზე. შვენიერია და თუნდაც ეს კარგი რამე შეგვახსენა. მოვემზადეთ ფოტო ეკრანზე. ის საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ ადგილს ერთ-ერთი ქართველი მწერალი ასე აღწერს. ერთ ადგილას მიწა გაირღვა და უცბა წყალი ამოვარდა. დედამიწიდან და მთელი მსოფელი დაფარა წყლით. იპოვნეთ რუკაზე ეს ადგილი. წამზომი ჩაირთო. აბა ნახოთ. ვარა გონიათ. ინი, როგორ მიდის შენი გუნდი? კარგად. რა თუნა შენი? ჩვენთან რაც. ნახოთ, აბა მე უყურებ ეკრანზე რამდენად სწორად. აბა რა ხდება? 10 წამი დარჩა ბავშვებო მოსაფიქრებლად, აბა თქვენ იცით. აბა. დრო ამოიწურა, სამწუხაროდ დრო ამოიწურა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ უპასუხა ამ კითხვას და სწორი პასუხი იყო პალეასტომის ტბა. მიხვდით ახლა? რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიაა. მსოფლიო მნიშვნელობის არის. რომელიმე ხართ ნამყოფი? არც ერთმა გუნდმა არ იცით დავიჯერო ბავშვი ამ ტბის შესახებ რაიმე? არა უშავს. მართალია ვერ უპასუხეთ, მაგრამ წინ გველოდება მეორე ტურის მეორე შეკითხვა და დინი მოდი აგვიხსენი ეს კითხვა. მეორე ტურის მეორე შეკითხვას ქვია მოусმინე ბუნებას. ეკრანზე ნახავთ რამოდენიმე ფრინველის ფოტოს. შემდეგ მოისმენთ ხმას და უნდა დააკავშიროთ თუ რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა. ეხლა ყურადღება მოიკრიბეთ ყველამ და მოვისმინოთ ხმა. და მე ჩამოთვლი მე ფრინველებს რომელი. მე მგონი ნაცნობი ხმა. ეხლა ყურადღებით ფოტო ეკრანზე და ჩამოთვალოთ რომელი ფრინველები. რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა? თოხიტარას, ოფობს, კოდალას თუ შავი წივწივას? წამზომი ჩაირთო. არის პასუხი და უპასუხებს ანის გუნდი. შავი წივწივა ჩვენი არის. არ არის სამწუხაროდ. დრო დარჩენილია, აბა თქვენ იცით. მერკური. ჩვენ ფიქრობთ, რომ ეს არის კოდალა. კოდალა არის. კოდალა. გამიხარდა. ჩვენიერია 2 ქულა მოგაპოვებინა შენ კოდალამ. მადლობა კოდალა. გილოცა. მადლობა კოდალას. ანგარიშია 4-2. და ლიდერობს მერკური. ლიდერობს მერკური და წინ ველოდება
მესამე და გადამწყვეტი ტური. ასე რომ მოვემზადეთ და ჩვენ შევხვდებით მესამე ტურში. ვიწყებთ მესამე და გადამწყვეტ ტურს. ანგარიშია 4-2. ლიდერობს მერკური. რა უნდა ვქნათ ამ დროს? არ დაგვენანოს ეს აპლოდისმენტები, ეს გვამხნევებს ჩვენ. ორივე გუნდისთვის გადამწყვეტია ბავშვებო ეს ტური და რატო ხო იცით? იმიტომ რომ 9 ქულით ფასდება ამ კითხვაზე სწორი პასუხი. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ეხლა მოვემზადოთ და მოусვინოთ კითხვას. დაასახელეთ ქვეყნის დედაქალაქი, რომელსაც ზუსტად იგივე სახელი აქვს, რაც ერნესტ ჰემინგუეის ერთ-ერთი ნაწარმოების პერსონაჟს. წამზომი ჩაირთო. აბა ვნახოთ. ძალიან საინტერესო კითხვა. ახლა გავიგებთ, რამდენად იცნობთ ჰემინგუეის შემოქმედება. ბაბა, ხომან სიგნალ დაიწყო. შენ უშემატკივრე შენ გუნდს მიდი გაიგე რა მდგომარეობა. აბა ვნახოთ. ბავშვებო 10 წამია დარჩენილი. აი ეს ყველა თქვენ ვერსიები და ბოლოს ერთი. შეაჯამეთ. დრო ამოიწურა. სამწუხაროდ ვერც ერთმა გუნდმა ვერ გასცა ამ კითხვას სწორი პასუხი და სწორი პასუხი არა, საერთოდ პასუხი ვერ გასცა, მაგრამ არა უშავს. სწორი პასუხი იყო ბავშვებო სანტიაგო. ჩილეს დედაქალაქი. გაგახსენდათ? ჰემინგუეის მოხუცი და სხვა საკითხული გაქვთ? აი ეხლა გამოჩნდა რომ არ გაქვთ საკითხული და ამერიდან აუცილებლად წაიკითხეთ, იმიტომ რომ ბევრ რამეში გამოგადგება და არა მხოლოდ ვიქტორინაში. ანგარიშია 4-2, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიმარჯვა გუნდმა მერკური. აპლოდისმენტები. ორვალი აპლოდისმენტები. გილოცავთ, ბავშვებო, გილოცავთ. ძალიან მაგრები ხართ. კარგია, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ ბოლო კითხვაზე პასუხი გცოდნოდათ. თქვენ გული არ გაიტეხოთ, ბავშვებო, არა უშავს. ეს არის თამაში და ყველა მხიარულობთ და გარდა ამისა თქვენ ძმები არიან, აბა რა. ეხლა საჩუქრების დრო დადგა ნინი და მე გეტყვით რა საჩუქრები გვაქვს თქვენთვის. პირველ რიგში თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი ნიშნად იმისა, რომ ეკოვიზიის ვიქტორინაში მიიღეთ მონაწილეობა, აი ესეთი სერტიფიკატია და გეკუთვნით თითოეულ თქვენგანს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე გადმოგცემთ. წიგნს სახელწოდებით რა არის თავისუფლება. ამ წიგნში შესულია ბავშვებო უამრავი მსოფლიო შედევრი, როგორც ამონარიდები, ისე მთლიანად ნაწარმოები. ასე რომ თითოეულ თქვენგანს გადმოგეცათ ეს და ახლა კი დათუნა გამომართვი. თავარი პრიზი საგზური ეკობანაკში. რაღაცა აპლოდისმენტების ხმა არ მესმის. აბა რა, ესე. აი საგზური გადაეცემა მერკურის. გილოცავთ ბავშვებო. და ზაფხულში გელოდებათ სერიოზული მოგზაურობა და თქვენ ნახავთ ღვიმებს, დაცულ ტერიტორიებს, კანიონებს და რა ვიცი, რაც აქამდე არ გინახავთ და თქვენთვის უცნობი იყო. ზაფხულში ყველაფერს გაეცნოთ. და კარგადაც გავერთობით. შეცვლები ხარ? მშვენიერია, მე თქვენ არა უშავს გული არ გაიტეხოთ. კიდევ გვექნება ვიქტორია და მე მოდით და მიიღეთ მონაწილეობა. გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე და წინ გველოდება კიდევ საინტერესო ვიქტორინები. კარგად იყავით. ნახვამდის. ნუ დავტოვებთ ნარჩენებს გარემოში. გაუფრთხილდეთ ბუნებას.